სრულიად საქართველოს ლოცავ დღევანდელ დღეს ნეტარხსენებული უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით 12 წლის წინ დაწესდა ოჯახის სიწმინდის დღე და ოჯახის სიწმინდეზე საუბარი ქართულ ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს, დაარწმუნებული ვარ, არც დღეს ჭირდება, მაგრამ გამეორება ცოდნის დედა და ოჯახი ეს არის მამაკაცისა და დედაკაცის სიყვარულზე დაფუძნებული ერთობა, რომლის გვირგვინი არის შვილები და ეკლესიაში აღსრულებული 7 საიდუმლოთაგან ერთ-ერთი არის ჯვისწერა, რომელიც გადამტკიცებს მამაკაცის და დედაკაცის სიყვარულით გამტკიცებელ ურთიერთობას და ეს არის საიდუმლოება და წერია ასეთ რომ ორ არსება კი არა, ერთ არსება ხარ თქვენო. ეს ასე მიმართავს უფალი მამაკაცსა და დედაკაცს. მადლობა ღმერთს რომ ეს ურთიერთობები დღეს საქართველოში შენარჩუნებულია და ასეც იქნება. ამის შენარჩუნებაში უდიდესი ღვაწლია ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს, ასევე ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს, რომელიც ნეტარხსენებული უწმინდესის გზას გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ ამაში. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო, ღმერთმა დალოცოს ყველა საქართველოში მაცხოვრებელი ოჯახი და უსურვებთ სიმთელეს, სიმშვიდესა და სიმტკიცეს. ამინ, ამინ, ამინ. 17 მაისი ეს არის ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც დაწესდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესის სრულად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით. ჩვენს ოზურგეთი გურია შევუერთდით ამ ტრადიციას და მოვაწყვეთ მსვლელობა ქალაქის მასშტაბით, რომელსაც ათასობით ადამიანი შეუერთდა. გილოცავთ, ბრავოს დაესწარით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან შეუერთით ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემისადმი მიძღვნილ საყოველთაო მსვლელობას ოჯახი ჩვენი საზოგადოების მთავარი საყრდენია სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და ტრადიციების სიმბოლო, რომელიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, თითოეულ ოჯახს გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დღევანდელი დღე ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დილიდან მოვდივართ ტაძარში პატარებთან ერთად და ვეზიარებით და შემდეგ უერთდებით მსვლელობას. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაგილოცოთ ღმერთმა თქვენი ოჯახები და რა ვიცი, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.